გამარჯობა, მომავალი ტევის ეთერშია მხიარული კონკურსი ნანა ინჯრიასთან ერთად. ჩვენ წინა კვირას ჩვენი საშუალებით, ჩვენი ეთერის საშუალებით შევიტყვეთ ის დავალებები, რომელზეც პასუხი უნდა გამოგიგზავნოთ ჩვენ საიტზე momavali.tv.com. ჩვენმა მაყურებელმა როგორც ყოველთვის ძალიან იაქტიურა და ძალიან ბევრი საინტერესო ვერსიები მოვისმინეთ, თუმცა სწორი პასუხის ავტორი მხოლოდ ერთი ადამიანი აღმოჩნდა. მე სიხარულით აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ ძალიან აქტიურად არიან ჩართული მაყურებლები და ჩვენი დღევანდელი გამარჯვებული უკვე იყო გამარჯვებული და რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ გავხსნით მას დიდების ვარსკვლავს, ხოლო წლის ბოლოს ჩვენ დავასახელებთ უკვე სუპერ თასის ფლობელს, რომელსაც მომავალი ტევისგან, რა თქმა უნდა, სუპერ თასი გაიხსნება ჩვენ საიტზე და გახდება სუპერ თასის ფლობელი და ასევე გადაეცემა სხვა სახით საჩუქარი მომავალი ტევისგან, რომელსაც ჯერჯერობით არ ვასახელებ და რომელიც სიურპრიზია, ასე რომ მოგიწოდეთ, რომ იაქტიუროთ და რაც შეიძლება მეტად გამოგზავნოთ სწორი პასუხები და ჩაერთოთ ჩვენს მხიარულ კონკურსში. ახლა კი რაც შეეხება ჩვენი კონკურსის გამარჯვებულს და ჩვენი კონკურსის წინა დავალებას. სანამ უშუალოდ გამარჯვებულზე გადავალ და შეგატყობინებთ თუ ვინ გახდა სწორი პასუხის ავტორი და ვის გავხსნით დიდების ვარსკვლავს ჩვენ საიტზე, იქამდე შეგახსენებთ დავალებას, რომელიც წინა კვირას გახდა თქვენთვის ცნობილი და ასევე მოისმენთ დღეს ჩვენს ეთერში ამ დავალების სწორ პასუხსაც. მოკლედ, ასეთი დავალება იყო თქვენ წინაშე სახელწოდებით მართლმსაჯულება არ აღსრულდა. ერთმა კაცმა მეორეს რაღაცა მოყარა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იცოდა ამ ქურდობის შესახებ და ამ ქურდის შესახებაც, მაინც მართლმსაჯულება არ აღსრულდა და ქურდი არავის დაუჭერია. როგორ ფიქრობთ, რატომ? თქვენ წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა იდგა, მიუხედავად ამისა, მაყურებლის აქტიურობამ და იმან, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის უკვე ჩვენს მხიარულ კონკურსში ჩართული, მოგწვა იმის საშუალება, რომ გამოგვევლინა გამარჯვებული და სწორი პასუხით მივიღეთ ჩვენს საიტზე. მოკლედ, სწორი პასუხი ასეთია, ძალიან საინტერესოა და ბევრს ძალიან გაგახარისებთ სწორი პასუხის მოსმენა. ეს არის ლეგენდა პრომეთეს შესახებ, რომელმაც ოლიმპოს მოიხდებს მოსტაცა ცეცხლი, გადასცა ადამიანებს, ყველაფერი იცოდა ამის შესახებ, მაგრამ პრომეთე არავის დაუშია. დამერწმუნებით, რომ ძალიან საინტერესო და სახალისო ამოცანა იდგა თქვენს წინაშე, ხოლო სწორი პასუხის ვერსიის ავტორი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი გახდა. ეს არის გეო კილაძე, რომელსაც მიუხედავად გამარჯვებას ჩვენ საიტზე მას აუცილებლად გავხსნით დიდების ვარსკვლავს და ასევე მას აქვს შანსი წლის ბოლოს გახდეს სუპერ თასის ფლობელი და მომავალი ტევისგან დამატებით მიიღოს საჩუქარი, რადგან ის უკვე ერთხელ გახდა უკვე გამარჯვებული ჩვენს მხიარულ კონკურსში და ეს მეორე გამარჯვებაა მისთვის. ახლა რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ კითხვას, ჩვენს დღევანდელ დავალებას, თქვენთვის ძალიან საინტერესო, უფრო მხიარული დავალება გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს დავალება სახალისოც არის, საინტერესოც არის და დასაფიქრებელიც არის, მაგრამ პასუხი, რაც შეეხება პასუხს, იმედი მაქვს, რომ აქტიურად შეერთებთ თქვენ საინტერესო ვერსიას აუცილებლად მოგწერთ ჩვენს საიტზე. ახლა გაგაცნობთ ჩვენს დავალებას, ხოლო შემდეგ უკვე აღიხსნით უშუალოდ მხიარული კონკურსის პირობებს. დავალება კი ძალიან მარტივად ჟღერს 2+2, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს 7. ძალიან საინტერესო სახალისო დავალებაა, მე იმედი მაქვს, რომ იფიქრებთ და როგორც ყოველთვის აქტიურად ჩაერთებით ჩვენს კონკურსში. ახლა რაც შეეხება ჩვენი კონკურსის პირობებს. თქვენ უკვე გაიცანით ჩვენს დავალებას, რის შემდეგაც თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩვენს საიტზე momavali.tv.com გამოაგზავნოთ თქვენთვის თქვენი სავარაუდო პასუხები, სავარაუდო სწორი ვერსიები, რის შემდეგაც ჩვენ უკვე გამოვავლეთ გამარჯვებულს და მომავალ კვირას სწორედ მომავალი ტევის ეთერში თქვენთვის გახდება ცნობილი გამარჯვებულის სახელი და გვარი, რომელსაც ჩვენ საიტზე დიდების ვარსკვლავს აუცილებლად გავხსნით და ასევე მას აქვს შანსი წლის ბოლოს გახდეს სუპერ თასის მფლობელი. მოკლედ, სანამ დაგემშვიდობებთ, კიდევ ერთხელ გაგაცნობთ ჩვენ ძალიან სახალისო დავალებას ამ კვირის 2+2, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს 7. მე იმედი მაქვს, რომ აუცილებლად დაფიქრდებით და გაინტერესეთ, რაც მთავარია ჩვენი მხიარული კონკურსი და აუცილებლად გამოაგზავნით თქვენს ვერსიას ჩვენს საიტზე momavali.tv.com. ასევე აღნიშნავ აქვე იმასაც, რომ ჩვენ საიტზე თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაიცნოთ ჩვენი ტელევიზიის ყველა მიმდინარე პროექტებს, ყველა მიმდინარე გადაცემებს, რომლებიც უშუალოდ ეხება ახალგაზრდებს, ასევე ბევრ საინტერესო თემებს და აქცენტს ძირითადად ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, პოზიტიური ინფორმაცია
ინფორმაციაზე, რა თქმა უნდა, ინფორმაციაზე ისეთზე, რომელიც თქვენ აუცილებლად გაგახალისებთ და ძალიან კარგ და სასიამოვნო განწყობას შეგიძლით. მოკლედ, მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით, მე იმედი მაქვს, რომ აქტიურად ჩაერთებით ხიარულ კონკურსში და მომავალ კვირას უკვე გახდება ცნობილი ჩვენი სახალისო დავალების გამარჯვებული დროებით.